ფოთში მალთაყვაში ოქროს ტბაზე 1991 წლის შემდეგ პირველად საერთაშორისო ტურნირი ფოთი პრო 2025 ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო მასშტაბის წამყვანმა სპორტსმენებმა ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის 7 ქვეყნიდან. 30-მდე წამყვანი მოთხილამურე მთელი დღის განმავლობაში 2 დისციპლინაში ხტომასა და სლალომში შეეჯიბრა ერთმანეთს. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა გენადი გურალიამაც, რომელიც 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურედ დასახელდა. ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის, საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით და ფოთის ტბის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. დავიწყეთ ფოთში წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირი. აქ მოსულ ადამიანებს ულამაზესი სანახაობა დახვდებათ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის პირდაპირ ტრანსლაცია, ასევე საერთაშორისო მაუწყებელზე არის, რომელიც მილიონიან აუდიტორიას ფარავს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის, იმ ინტერესის გაღვივებისთვის, რომელიც ჩვენი ქალაქის და ამ სპორტის სახეობის მიმართ ჩვენს ქალაქში იყო ისტორიულად და შესაბამისად დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც ზოგადად წყლის სპორტის სახეობის მიმართ, სპორტული ტურიზმის მიმართ, რაც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ინტერესი გაიზრდება. და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირის წარმატებით ჩატარების შემდგომ ჩვენ 2026 წელს შევძლებთ უმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს აქ ფოთში ოქროსტბის ტერიტორიაზე. მოსალოდნელი უამინდობის გამო 7 სექტემბერს დაგეგმილი ფინალური ეტაპიც გუშინვე გაიმართა და შედგა დაჯილდოების ცერემონიალიც.